პირველ რიგში მინდა მიულოცო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქად არჩევა, გამორჩევა და უსურო ბუნებრივია წარმატებები. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც არის პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი და სინდისის პატიმრებზე საუბარი, აქ ბუნებრივია ხო შემდგომ საუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა რა და აქედან უნდა ვისაუბროთ პოლიტიკური კონტექსტიდანაც გამომდინარე. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად მეუფეების და სასულიერო პირების განცხადებას, რომ ისინი მიესალმებიან, შრომავლები იქნებიან და სხვადასხვა კუთხით საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს მისასალმებელია და ეს კარგია, ხოლო ის თუ რას გააკეთებს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, ანუ ხელისუფლება როგორ მოიმოქმედებს და რა სიზამს ამასთან დაკავშირებით, როდესაც პოლიტიკურ პატიმრებზეა საუბარი, აქ სამართლებრივად საუბარი ამ შემთხვევაში გაჭირდება. აქედან გამომდინარე, მე წინასწარ რაიმე მოლოდინების შექმნა არ შემიძლია ვთქვა, ან ის ან პირიქით ან სხვანაირად რომ ან იქნება ან არ იქნება, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად სპეკულაცია იქნება და მე კარგად ვიცი საპატიმროში ადამიანის, როდესაც არის საპატიმროში, მისთვის ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე რაღაცა ზედმეტი იმედის გამაცრუებელი ან იმედის მომცემი არ შემიძლია ვიყო და ეს არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. გეთანხმებით აბსოლუტურად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი მეუფე დანიელის განმარტება რაც იყო დარწმუნებული და მისასალმებელია ზოგადად სასულიერო პირების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მას ეს მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ექნება ძალისხმევა ამ პროცესში საქართველოს საპატრიარქოს და სწორედ ამ ჭრილშია ჩემი კითხვა, რომ აი რა შეიცვლება, ვთქვათ, რა შეიძლება შეიცვალოს. რამდენად გაუწევს საპატრიარქოს, ანა, რამდენად გაუწევს საპატრიარქოს და რამდენად გაუწევენ საპატრიარქოს პოზიციას ამ შემთხვევაში და რამდენად გაითვალისწინებენ, ეს უკვე ამას უკვე დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვიცით საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრების ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია წევრის, მე შემხვდა ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი სასულიერო იერარქების, მეუფეების განცხადებები, რაც ბუნებრივია მისასალმებელია. კარგი. ლევან, მოდი გადავიდეთ ახლა სხვა საკითხზე. ჩვენ დავიწყეთ საუბარი ფინანსური წახალისების საკითხით, ხალხშინოსნების მოადგილეები. და ასევე დღეს მთავრობის ადმინისტრაცია მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გაჩნდება სპეციალური ადგილები მარკეტებში, სადაც ფასდაკლებული, აი რამდენიმე ამბავი, რომ ბევრი საკითხია, სხვათა შორის იგი ჯარიმების თემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელზეც მე პირადად არაერთი მოქალაქე თქვა გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს გაორმაგებული ჯარიმები რაოდენობაც იწვევს შეშფოთებას მოქალაქეების ნაწილში და ამაზე ხელისუფლების მიდგომა, ამაზეც გითხარით თქვენი პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრება და პროდუქტების საკითხს რო დაუბრუნდეთ, ანუ იქნება ადგილები სპეციალური მარკეტებში, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელებულის პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მოკლე ვადაში ეს არისო შედეგიო და ეს იქნება ხელმისაწვდომი. აი რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ, შედეგი ეს არის თუ კიდევ მეც უნდა დაველოდოთ ამ მრავალკვირიანი მუშაობის შემდეგ. მოდი საკმაოდ ძალიან მძიმე და პრობლემატული საკითხია და გეთანხმებით რომ ჩვენს მოსახლეობას ყველაზე უფრო ეს ტკივა და აწუხებს ეს საკითხი. ეს არის ანა საქართველოს კანონმდებლობაში, ანუ საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი, რითაც გვეუბნებიან, გაოცებას უკვე არავისა საზღვარი არ აქვს და უკვე ვერაფერს ვერ გაგაოცებენ, ყველანაირი მუხრუჭი აუშვეს ამ ადამიანებმა, პრემია დანამატებთან და ჯილდოებთან დაკავშირებით გვეუბნებიან ეს ადამიანები, რომ მინისტრის მოადგილეებს გუბერნატორის მოადგილეებს, მერის მოადგილეებს ამ შემთხვევაში უნდა მიეცეთ პრემია დამატებით და მოდი მარტივი რამ მინდა გითხრათ, აქ მარტო მინისტრის მოადგილეებზე არა საუბარი. მაშინ როდესაც, აი აგერ არის ოფიციალურად, მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი არის 16000 ლარი, 14720 არის მოადგილის, ფრაქციის თავმჯდომარის 13000 ლარი, დეპუტატის არის 12800 ლარი. პრემია უყურეთ, ბატონო? გეტყვით მივალთ, უბრალოდ სადასითავ ხედეზე გეუბნებით. პრეზიდენტის 16000 ლარი, რა ქვია, პრემიერ-მინისტრის 16000 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილე, ხო მოადგილეებზე გადავდივართ. მინისტრის პირველი მოადგილე 12000 ლარი და წლიურად 144000 ლარი გამოდის გასამჯელო პლუს, ახლა ეუბნებიან, რომ პრემია დანამატების პრობლემა არ არისო. მაშინ როდესაც მინისტრის რიგითი მოადგილე ავიღოთ, ანუ არა პირველი მოადგილე, 11600 ლარი აქვს და წლიური არის 129200 ლარი. და ჩვენ რა ვზღებულობთ, ანა, მაშინ როდესაც
პენსიონერის პენსია, უმაღლესი პენსია, რამდენია 495 ლარი. აი დევნილის დახმარება რამდენია? აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნის დახმარება 45 ლარი. მაშინ როდესაც ომის ვეტერანის ჩვენი გმირების, რომლებიც აწლეულობის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის თავს დებდნენ, დახმარება რამდენია ხალხმა ომის ვეტერანის 100 ლარი აქვს ომის ვეტერანს, ხო? საარსებო მინიმუმზე ვლაპარაკობთ, ხო? დავახსნოთ. უყურეთ და შემწეობაზე ვსაუბრობთ, ხო? სოციალურად დაუცველებზე. სოციალურობას დაუსველები თითო ადამიანი ოჯახში შეიძლება ღებულობდეს 40, 30 და 40 ლარს შეიძლება ღებულობდეს დახმარებას ადამიანები, რომლებიც იტყობენ დღეს დახმარებას და უმძიმესი სიტუაცია და მაშინ, როდესაც ეს ამ ადამიანებს 10,000-ები და მეტი აქვს ხელფასები და გვეუბნებიან, რომ კიდე დანამატები ჭირდება თურმე. მაშინ, როდესაც ამას ვერც კი წარმოვიდგენდი დიუშენის საკითხთან დაკავშირებით, ბავშვები და მისი ოჯახები და მშობლები და საზოგადოება იტყობს, რომ ამ ხალხს და ამ ბავშვებს მივცეთ წამალი. ხალხო, წამალზეა, მეტი არაფერზე არაა საუბარი და ესენი გვეუბნებიან დღეს საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდნენ. ნუ წარმოუდგენელია დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თურმე მათ და დავასრულებ. მაშინ, როდესაც ელექტროენერგია გაიზარდა 33%-ით. აი ხო წარმოგიდგენიათ არა? მაშინ როდესაც აკრძალვებია ყველგან და ყველაფერში. აი მაგალითისათვის 6 წელზე ზევით ავტომობილს ვერ შემოიყვანს და ბიზნესი მოკლეს საქართველოს მოქალაქეებს უთხრესო არა და არავითარ შემთხვევაშიო. და თვითონ სახელმწიფოს ხარჯზე მანქანები დასეირნობენ და ყიდულობენ. აი ეს არის ახალი კანონი, ახალი კანონი, რომელიც არის ვაზის და ღვინის შესახებ კანონი. მაშინ როდესაც ეუბნებიან კახელ გლეხს, იმერელს, გურულს და ყველას, ქართლს და ასე შემდეგ, რომ ვენახს საწარმოო მიზნით ჩემი თანხმობის, ანუ მთავრობა ეუბნება ჩემი თანხმობის გარეშე ვერ გააშენებო. და უნდა მიმართო აქ იმაში თბილისში შესაბამის სააგენტოსო. ამასთან დაკავშირებით და თან პარალელურად ტრაბახობთ რომ 8000 წლიანი თუმე კულტურის აქვს და რაც სატრაბახოთ გვაქვს და სულ 20 წამი მჭირდება. კი და სულ 20 წამი მჭირდება ანა, სულ 20 წამი მჭირდება. მაშინ როდესაც ჯარიმებზეა საქმე მიმდგარი, ხო? გაორმაგებული ჯარიმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ეს ავტომობილის პარკირება თუ დაჯარიმებაზე გაორმაგებული ჯარიმა. მითხარით ხალხო რაში მერია მილიონებს ღებულობს ყოველ კვარტალად საქართველოს მოქალაქეებიდან, პარკირების ჯარიმებიდან. აი ავხსნათ ერთი რამ გითხარით, საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან. 22000-ზე მეტმა ბავშვმა 5 წლის განმავლობაში საქართველოს დატოვა. თქვათ ერთი შეღავათი რა გაკეთდა. აი ერთი შეღავათი რამეში არის, აი აქ ამაკო ყველაფერი ერთი შეღავათი ვინმე ოპონირება გაწიეთ, გითხარით ერთი შეღავათი რაში გაკეთდა? კორუფცია ააყვავეს. ოპონირებაზე უნდა მეთქვას გამიწვიდეთ და კარგი ოპონირებასაც კიდევ ჭირდება ერთი რაღაცა უფასო სასადილოებიდან თანხა მოიპარეს. უფასო სასადილოებიდან ლარი და 70-ია გამოყოფილი. ლარი და 70-ია გამოყოფილი აქედან ლარი და 6-დან ლარი და 18-მდეა კვებითი წილი ანაზღაურების თანხის და იქიდანაც თანხებს იპარავენ. რამე დარჩა საერთოდ? ყველგან სადაც შესაძლებელია, ყველგან დაადეს თავისი ბინძური კორუფციული და ყველგან შევიდნენ და ყველაფერს აკეთებენ. აი ეს არის ანა, აი ეს არის გასაპროტესტო. ეხლა რა მინდა გითხრა? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ კარგი იქნებოდა ყველა ამ ჩამოთვლილ საკითხზე თქვენი მოპასუხე იყოს ქართული ოცნება და ხელისუფლება. ერთ რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა, ლევან სპეციალისტებთანაც გვისაუბრია ამაზე, რომ ვინმეს გაზრდილი ხელფასი შემოსავალი თუ ასე შემდეგ კი არ არის იდეაში პრობლემა. ამბავი ის არის, რომ სხვას არა აქვს, თქვათ, სხვას არ ეზრდება. სხვას არ ეზრდება შემოსავალი და რიგით მოქალაქეს დიდი დღე უჭირს, რომ გაუმკლავდეს. როდესაც საუბრობ სოციალურ დაუცველებზე, როდესაც საუბრობ ომის ვეტერანებზე, როდესაც საუბრობ პენსიონერებზე, როდესაც საუბრობ დევნილებზე და ასე შემდეგ და რომლებთა რა ქვია შემოსავალი, რომლებთა შემწეობა, რომლებთა პენსია, ხელფასი და ასე შემდეგ არ იზრდება. აი ამაზეა საუბარი. თვითონ 10000-ებს უკვე გადააჭარბეს და აპყოფილს. ხო, მასშტაბით სხვა არის პენსიონერს რო გაუზარდო, სხვა თანხაა საჭირო, ის შეიძლება მაღალჩინოსანი, უფრო პატარა რაოდენობის მცირე ჯგუფზე არის საუბარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ თავარი რა არის ჩვენ კორუფცია რამ ხელაზეა წასული ხედავ. ლევან ამაზეც ვისაუბრია, რომ სახელმწიფო უნდა იყოს იგივე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომტანი და ეს რატომ ვერ ხერხდება? იქ რა არის პრობლემა, სასამართლო თუ ინტერესის ნაკლებობა? ხო, ამაზეც გვისაუბრია და მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე. კორუფცია რაზე ვლაპარაკობთ? აი თუ ყველას ეხება და მასშტაბურობაზე თუ ვლაპარაკობ, ყველაზე დიდი მასშტაბი რასაა აქ იცით ანა? რომ საქართველოს დაიცალა. დანაშაულია.
რომ შენი ქვეყნის მოქალაქეებს აიძულო და შეუქმნა პირობები, რომ საქართველოსდან გაიქცენ და წავიდნენ. ეს უკვე დანაშაულია. ამაზე მეტი მასშტაბურობა რა შეიძლება? 22717 ბავშვმა 5 წლის განმავლობაში არასრულწლოვანმა, რომ მშობელმა გამოიყვანა სკოლაში, სწავლა შეაწყვეტინა, მშობელმა და წაიყვანა საზღვარგარეთ. საქართველოს მომავალი რო გავიდა ქვეყნიდან. ამაზე მეტი მასშტაბურობა რა შეიძლება იყოს? ეს არის ყველაზე დიდი მასშტაბურობა. იმაზე მეტი მასშტაბურობა კორუფციის რა შეიძლება იყოს? ყველა სახელმწიფოს ყველა შტოში თვითონ ვერ უარყოფენ. რომ სახელმწიფოს ყველა შტოში არის კორუფცია ჩაბუდებული და ჩაიხარშნენ ამ კორუფციაში. აქვს პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, უსაფრთხოების სამსახური, ხელმძღვანელი და მინისტრები და ყველა პასუხისგებაში ხომ არიან მიცემულები. თვითონ ამბობენ, როდესაც ჩვენ ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით საუბრობდით, გემახსოვრებათ ანა რასაც მოგეუბნებოდნენ, ეს პროვოკაცია და მსგავსი რამ არ ხდება და გადაფარებულები იყვნენ. და დღეს აი ეს პრობლემები რომ არის, აი ეს ელექტროენერგიის გადასახადი რომ არის. რა ელექტროენერგიის გადასახადი რომ მოუმატეს პარალელურად თავიანთი ხელფასებიც მოიმატეს პირდაპირ გეუბნები. კარგი, 15 პროდუქტზე მითხარი ლევან მოვასწროთ, მოდი რა თემებიც არის. 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. როგორ ფიქრობთ, კარგი ამბავია თუ უკეთესი შეიძლება? ახლა ჯერ ერთი ხო დაცინვას განაგზობენ საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ გეუბნებით, ეს არის დაცინვა საქართველოს მოქალაქეების, ჯერ როდესაც ეგრეთ წოდებული ფასების თუ რაღაც ფასების კომისია რო შექმნეს, აი პარლამენტში იქნა ფასების კომისია. მოიმატა ხალხო შემდგომ ფასება თუ დაიკლო, მოდი ვთქვათ. მოიმატა თუ დაიკლო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს დაცინვა არის თუ არა? შემდგომ გამოვიდა ყობახიძე და რაღაც ხორცო გაყიდინებთო 20 ლარათო და ხო გააგიჟე საქართველოს მოქალაქეებს, ეს უკვე სასაცილო არა. მე მაშინ რეგიონებში ვიყავი შეხვედრაზე და გამწარებულია ხალხი, დაგცინიანო ამბობენ. ეს არის დაცინვა. ახლა ხო ნახეს რომ ყველანაირად წარმოუდგენელი ამ შემთხვევაში სიგიჟე აღმოჩნდა, ეს ვითომ რაღაცა კომისიაში რომ იკვლევდნენ, რაღაც ფასების კომისიაში პარლამენტში, ახლა გამოვიდნენ და რაღაცა ახალი რაღაც მოიგონეს. ხო, სხვათა შორის ბერეკაშვილის განმარტება ამ კომისიის ხელმძღვანელის, რომ ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია, ფასების საუკეთესოა, რითაც აღფრთოვანებული დავში. ბატონი ბერეკაშვილი, ვიცი რომ ბევრ ამბავს მოაყოლებ. ვინ არის ბერეკაშვილი? კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტშია. დიახ. ხო. დაცინვა. მე რაზე ვლაპარაკობდი? ანუ დაცინვა არის, ანუ ფასების დაკლების კი არ იყო, ფასების შესწავლის, ანუ მეცნიერული კომისია შეუქმნიათ. ფასთა წარმონაქმნისები, ანუ ხო დაცინიან ახლა საქართველოს მოქალაქეებს მითხარი, ანუ განათლება მიიღეს დამატებითი, სერტიფიცირება მიიღეს და კურსები გაიარეს, თუ რა გააკეთეს ერთი გამაგებინით. მოიმატა თუ არა ფასმა ამაზე რომ დაისვა და დავსვით ეხან კითხვა, ეს ყველა ჰაერში არ დასმულა, ყველგან მოიმატა ფასმა. და მოდი ვთქვათ, ხალხო, საქართველოს მოქალაქეებს რამეში გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა. ყველგან და ყველა სფეროში არის უკუსვლა. უბედურება სოფლები დაიკეტა, ხალხი გარბის და ბოლოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია. და ადამიანებს უკვე მიწის დამუშავება შეუძლებლად მიაჩნიათ ხშირ შემთხვევაში. და ვერ ამუშავებენ, რატომ? მოიმატა საწვამა. თუ საერთაშორისო ფაზია საუბარი, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ჩვენო პარტიამ ამასთან დაკავშირებით გააკეთა და დააფიქსირა თავისი პოზიცია, რასაც სოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში ეს უკვე აპრობირებულია. ხო, გადასახადის შესაბამისად ამ შემთხვევაში აქციზე საუბარი, ან საერთოდ მოხსნა დროებით სანამ ეს პროცესი იქნება, ან დაბრუნება ძველ სიტუაციასთან 2017 წლის მდგომარეობასთან, მაგრამ არავის არ აინტერესებს. საკუთარ თავს კი უმატებენ.